გამარჯობათ. სასწორში მოტყუების თემაზე მეტი ვიდეოს გადაღებას აღარ ვაპირებდი, უბრალოდ ძალიან საინტერესო შეკითხვა შემოვიდა. უпростоრად ორი შეკითხვა. პირველი იყო ასეთი, ხომ არ შეიძლება პულტი გადავაკეთოთ ისე, რომ ერთი ღილაკზე ხელის დაჭერა იყოს საკმარისი მოტყუების ტიპის შესაცვლელად, ანუ დავაჭირეთ მოიტყუა და ისე დავაჭირეთ და სწორად აჩვენე ესე არა. არამედ ას რომ დავაჭირეთ ხელი მოიტყუა მეტობისაკენ, bez დავაჭირეთ ეგრევე მოიტყუა ნაკლებობისაკენ. ასეთი რამე სრულიად შესაძლებელია, უბრალოდ რეჟიმი უნდა შევუცვალოთ შიგნით ელექტრულ სქემას. ახლა უკვე შეცვლილია და მე გაჩვენებთ, რომ ასეთი რამე შესაძლებელია. ახლა 500 გრამი ეს სწორია. ვაჭერ 100 მიჩვენებს 680 გრამს, 670, 680, ვაჭერ bez მიჩვენებს 350 გრამს. როგორც ხედავთ, სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი ღილაკის დაჭერით, თქვათ მეტობიდან ნაკლებობაზე გადავიყვანოთ სასწორი, ხოლო C და D არის გასწორება სასწორის ორივე შემთხვევაში სწორია, თუმცა იმათი რეჟიმის შეცვლა შეიძლება სხვანაირ მოტყუებაზე. ერთი ალბათ უნდა დავტოვოთ აუცილებლად იმისათვის, რომ სასწორი გასწორდეს. ეხლა ასეთი რამ, მეორე შეკითხვა იყო მდგომარეობდა შემდეგში. თუ კი სასწორის კონტროლი ეფექტურად ხდება დამატებითი გირით, ხო არ შეიძლება ელექტრული სქემის ისეთნაირი რეგულირება, რომ მეტობისა და ნაკლებობის მოტყუების პროცენტები დაემთხვეს ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში თუ საკონტროლო გირს დავამატებთ, ერთი დაჭერით მეტობიდან ნაკლებობაზე გადაყვანა ან პირიქით, უკვე მყიდველს ისე მოატყუებს, რომ წონაში სხვაობას უჩვენებს ზუსტად გირის წონას. ჩვენი კონტროლის ეს თუ გახსოვთ იყო შემდეგნაირი, რომ საკონტროლო გირს რო დავამატებდით უკვე აწონილ ტვირთს, უნდა იმ საკონტროლო გირის წონით მოემატა ჩვენებას. საქმე იმაში გახლავთ, რომ ესეთი რამე შეუძლებელია, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ღუნვაზე მომუშავე სენსორი იქნებოდა წრფივი და მისი წინაღობა შეიცვლებოდა წრფივად წონის დამატებით. მაგრამ ეს არ ხდება. ეხლა უყურეთ, ეხლა მე ჯერ მოვამატებინებ, უყურეთ 500 მაგივრად გადავიდე 670-ზე, ხო? ეხლა კიდე ერთი 500 გრამი რო დავამატოთ, ნუ 680-ზეა დაჟე გადასული. უნდა იყოს 1360, კიდე 500 გრამს რო დავამატებ. მაგრამ მაგდენი, აი შეხედეთ, 200, 200 და 100 და ავიდა 1250-მდე, 1260-მდე, ნუ 1250-ს აჩვენებს და 1360-მდე არ ავიდა. ანუ არაწრფივად არის დამოკიდებული ეს ტენზორეზისტორის წინაღობა და პოტენციალთა სხვაობა გამომავალი AM-ის წონასთან. ამიტომ ეგეთ რაღაცას ვერ გავაკეთებთ. ეხლა პირიქითა პროცედურა ვსადოთ, უყურეთ. აი 500 გრამიანი გადავიყვანოთ, ისე რომ 340 გრამს აჩვენებს, ხომ? ეხლა თუ დავამატებთ ერთიამდეს, უნდა 680 აჩვენოს. ნახეთ? დავამატეთ ისევ 500 გრამი და აჩვენა 790. ანუ ჩვენება სასწორის წონის პროპორციული არ არის და ის პოტენციალთა სხვაობა რაც არის, არ არის წონის პროპორციული. ამიტომაც შენ ხარ ჩემი ბატონი, ეგეთი რაღაცა არ გამოვა, უბრალოდ გამყიდველს არ გამოვა მაგდონის მოტყუება, ამიტომ ის მეთოდი, რომელიც გითხარით, დამატებითი წონის დამატებითი ცნობილი წონის დადებით სასწორის თეფშზე, კონტროლი არის სრულიად შესაძლებელი. ანუ სასწორის გასაკონტროლებლად უნდა ავიღოთ ერთი 500 გრამიანი, 1000 გრამიანი გირი და როდესაც რამეს აგვიწონიან, მაშინვე აწონის დამთავრებისთანავე უნდა მივუდოთ ეს საკონტროლო გირი, ჩემო ბატონო, აწონილ ტვირთს. თუ გირის წონით წონა ზუსტად დაემატა, ასეთ შემთხვევაში სასწორი სწორია. გამყიდველს ხელს ვართმევთ და ვემშვიდობებით
კეთილი სურვილებით და თუ არასწორად აჩვენა გირი, გირის ზონა არასწორად დაუმატა, ასეთ შემთხვევაში, რას აკეთებთ უკვე თქვენთვის მომიდია, ცხადია, სასწორი იტყუება. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისათვის.